საკმაოდ საღამოს ვაგრძელებთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენების განხილვით და ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ეს უკავშირდება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, იგივე OPEC+, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და ნავთობის მიწოდება დამატებით გაზარდა 410,000 ბარელით. ეს დიდი კორექცია და ინტერვენცია არ არის, უფრო დიდის მოლოდინი ჰქონდათ ანალიტიკოსებს და მათ ეგონათ, რომ სავარაუდოდ მიწოდება 9 მილიონი ან 1 მილიონი ბარელით გაიზრდებოდა დღიურად, მაგრამ კორექცია იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს გვეგონა და საბოლოო ჯამში სწორედ ამან გამოიწვია პრინციპში დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის 3.9%-ით გაძვირება, ვინაიდან ნავთობი იმაზე ნაკლები იქნება ბაზარზე, ვიდრე ჩვენ გვეგონა, თუმცა რა თქმა უნდა არის მოლოდინი მაინც, რომ შეიძლება OPEC+-ში დაიწყოს განხეთქილება, კერძოდ ზოგიერთი სახელმწიფოები გამოიყვნენ ამ კარტელს და საბოლოო ჯამში მათ თავად დაიწყონ გაიაფება, რაც საბოლოო ჯამში OPEC-ს აიძულებს, რომ თვითონაც შეამციროს ფასები, ან უფრო მარტივად გაზარდოს მიწოდება, რაც გაცილებით უფრო ლოგიკური იქნება. თავად ეს სრულება 410,000 ბარელიანი არის მიღებული, რა თქმა უნდა, საუდის არაბეთის მიერ, რომელიც ამ გადაწყვეტილებით მიუთითებს იმაზე, რომ ის მზად არის მიწოდების გაზრდისთვის, კვოტების ცვლილებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ის საფასო ომის დაწყებას არ აპირებს, რადგანაც ბაზარი ისედაც მორყეულია და დამატებითი ზეწოლა ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოებს ახლა ამჟამად ნამდვილად არ სჭირდებათ. თავად ფასებს რაც შეეხება, ბრენტის ფასი არის დაახლოებით $61 პარაგრაფში, WTI $48 ივაჭრება, ხოლო ურალის ანუ რუსული ნავთობის ფასი არის 60-დან $95 პარაგრაფში გააჩნია. კვირის რა დღეზე გვაქვს საუბარი, ხოლო კორექციის მაჩვენებელი საერთო ჯამში ერთ წლიან პერიოდში არის 25%, ანუ ნავთობის საკმაოდ მკვეთრად არის გაიაფებული, რაც ისევ და ისევ კავშირში არის ნავთობის მიწოდების გაზრდასთან. ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი დინამიკა დიდწილად დამოკიდებულია ტარიფებზე, ხოლო ტარიფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მათ შორის მოლაპარაკებებში ჩართული არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირ ევროკავშირი, რომელიც წარმოდგენილია 27 წევრი სახელმწიფოთი. როგორც ცნობილია, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ტარიფებია დაწესებული, რომლებიც არის დროებით დაპაუზებული დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგად. მაგრამ პარალელურად ამისა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი ტიპის სავაჭრო ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც დაარეგულირებს ორ მარტივად რომ ვთქვათ ქვეყანას შორის ვაჭრობას, რადგან ევროკავშირის საერთო ბაზარია შეგვიძლია ის აღვიქვათ როგორც საერთო ქვეყანა სულცირე ამ დებატისთვის. მოკლედ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ევროკავშირის განხილვა კიდევ ერთი შემოთავაზება, რომ 113 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტებზე დაახლოებით, რაც 100 მილიარდი ევროა, დაწესდეს დამატებითი ტარიფები იმ შემთხვევაში, თუ კი ამერიკა არ წამოვა ამ მოლაპარაკებაზე და საბოლოო ჯამში არ შეიქმნება ახალი ჩარჩო დოკუმენტი. ეს კონკრეტულად რა პროდუქტებს ეხება, რა ვადებში დადგინდება და ამ შემდეგ ცნობილი არ არის, ამას უკვე გადაწყვეტენ ევროკავშირის ლიდერები უახლოეს მომავალში და საბოლოო ჯამში მოკლედ არსებობს მოლაპარაკება, რომ შეიძლება თუ კი მართლაც შეთანხმდნენ ისინი, მაშინ ერთი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროკავშირის ინვესტიციები გაიზრდება, აგრეთვე საერთო ჯამში დაახლოებით 550 მილიარდ ევრომდე გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ასე რომ წესდარიგით ორივე მხარეს უნდა აწყობდეს მოლაპარაკებები, მაგრამ ახაც ძალიან არაპროგნოზირებადია ყველაფერი და რა სიტყვის ოფიციალური თეთრი სახლი ჯერჯერობით უცნობია. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ სახელმწიფოზე, თურქეთზე, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი არის შემცირებული და ის ამჟამად წლეურად შეადგენს 27.9%-ს. ეს მაჩვენებელი მაინც კოლოსალურად მაღალია, მაგრამ შედარებით პროგრესულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა თვეს მაგალითად 38.1% იყო ის და საერთო ჯამში ამ ინფლაციის კლება არის პირდაპირ კავშირში რეფინანსირების განაკვეთთან, რომელიც არის 46%-იან ნიშნულზე. ასეთი მაჩვენებელი არც ერთ განვითარებულ და ნორმალურ სახელმწიფოში არ ფიქსირდება. თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა პრინციპში პლანეტაზე ასეთი ინფლაციით და ასეთი რეფინანსირების განაკვეთით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრედიტი ხშირად ძვირია და იმდენად მაღალი პროცენტი ღირს, რომ შეიძლება ის 100%-საც კი აჭარბებდეს და ამის დაბრუნება როგორ ხდება, ჩემთვის პირადად არის წარმოუდგენელი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ცენტრალურ ბანკს აქვს პოზიტიური მოლოდინები ინფლაციის ტემპის შენელებასთან დაკავშირებით და ცენტრალურ ბანკში
ფიქრობენ, რომ 2025 წლის განმავლობაში საერთო ჯამში ინფლაცია 21-დან 24%-ის ფარგლებში იქნება, ანუ ის ლამის ორჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე არის ახლა, მაგრამ შენელების ტემპი ჯერჯერობით დიდად გასაოცარი არ არის და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ცენტრალური ბანკი ამ სამიზნე ნიშნულის მიღწევას, რომელიც როგორც თქვი, არის 24% და არც 2 ან 3%, როგორც ეს სხვა ნორმალური ქვეყნების შემთხვევაშია. ხო, თუ თურქეთში ვითარება არის ძალიან რთული, იგივეს თქმა არ შეგვიძლია შვეიცარიასთან დაკავშირებით, სადაც მოკლედ ინფლაცია შეადგინა 0%, რაც შეიძლება კარგად ჟღერდეს, მაგრამ კარგი ნამდვილად არ არის. თავად ეს მაჩვენებელი 0.3% პუნქტით ნაკლებია, ვიდრე ის, რაც წინა თვეს დაფიქრეთ და საუბარია წლიურ ინფლაციაზე. ნორმალური ის იმიტომ არ არის, რომ შეიძლება ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, ანუ პერიოდი, როცა ეკონომიკა არც მცირდება, მაგრამ არც იზრდება. დაახლოებით იგივე პერიოდზე არის შენარჩუნებული, რაც ბუნებრივ და კარგ ზრდად არ ითვლება, რადგან დაახლოებით 2.5-3% არის ის ჯანსაღი ინფლაციური მაჩვენებელი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდება. თუ 0%-ია ინფლაცია, მაშინ ნიშნავს, რომ ეკონომიკა არ იზრდება და ეს არის ძალიან ცუდი. საბოლოო ჯამში ეკონომიკური სტაბილურობაა ცხადია ქვეყანაში, მაინც, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქვეყანაა, მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოში ყველაზე გამართული და მოკლედ შეიძლება მაინც ვიხილოთ სტაგნაცია, რაც არ აწყობს არც ერთ ვარიანტში, არც შვეიცარიას და არც მიუხედავად იმისა, რომ ევროზონაში და ევროკავშირში არ შედის ეს ქვეყანა, მაინც ევროპაზე ასე თუ ისე ეს ყველაფერი აისახება. ხო, კიდევ ერთ სტაბილურ ქვეყანაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც არის გერმანია, რომელსაც უკვე ოფიციალურად ჰყავს ახალი კანცლერი, ეს არის ფრიდრიხ მერცი, რომელიც მეორე კენჭისყრის შედეგად იქნა არჩეული საკანონმდებლო ორგანოში. პირველ კენჭისყრაზე მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა, ჩავარდა მისი კანდიდატურა, მაგრამ მალევე გამოსწორდა ვითარება, რადგანაც მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყო პარტიებს შორის, რაც პრინციპში აქამდეც იყო მოსაოდნელი და იმ კანონმდებლებმა, როგორც ჩანს, მოლაპარაკების პროცესში მიიღეს ის, რაც მათ სურდათ და რის გამოც თავდაპირველ ხმის მიცემაზე მხარი არ დაუჭირეს მათ მერცის კანდიდატურას. თავად ესეთი კენჭისყრა გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც ბუნდესტაგში ერთიანი მართლობის სისტემა, ესეთი ერთი პარტიის მიერ მოპოვებული არ არის, აქ გვაქვს კოალიცია, რომელიც არის ფორმირებული სოციალ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალისტური კავშირის მიერ და საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ახლა უკვე გერმანიას ეყოლება ახალი მთავრობა, ახალი კანცლერი, ახალი საკანონმდებლო ორგანო და შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსიც მნიშვნელოვნად შეიცვალოს.